ამერიკელები და უკრაინელები რაღაცაზე შეთანხმდნენ, რაც ავტომატურად იწვევს ბურთის გადატანას პუტინის მოედანზე. უკრაინელებიც და განსაკუთრებით ამერიკელები და ევროპელები რუსებს მიადგნენ, რომ აბა თქვენი პირობა რა არის მაგიდასთან დაჯდომის და ჩვენ ნაცვლად იმისა, რომ ახლა ვარჩევდეთ ჩვენს ინტერესებს ვინ იცავს ამ მოლაპარაკებაზე. ანუ ხომ საქართველოს საკითხიც უნდა გაირჩეს. ანუ ამ უკრაინის კონტექსტში ხო კავკასიის კონტექსტიც იქნება. ჩვენ რა წინააღმდეგობით მივდივართ? რა არის ქართული საზოგადოების მოთხოვნა? ჩვენ შესახებ იქ რა უნდა გაჟღერდეს? ვინ უნდა იცავდეს იქ ჩვენს ინტერესს? ან ვინ მუშაობს ამ წუთას ჩვენი ინტერესის ჩამოყალიბებისთვის? აი აზრი რა არის? მაგალითად აფხაზეთის და ოსეთის საკითხი. რა პოზიცია უნდა დავაყენოთ? აი მაგალითად რაღაცა რო გადაწყდება რუსეთ-უკრაინის ფრონტი როგორც გაჩერდება, რანაირად გაჩერდება. იქ ეს საკითხები როგორ არის? ხო არ მოხდება ისე რომ პირობითად აღიარონ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ეს ხო არ დადგება დღეს წესრიგის ქვეშ. ჩვენ ხო არ უნდა დავიცვათ ჩვენი პოზიცია იმ გაგებით რომ ვთქვათ რომ აი ამერიკელებო, ევროპელებო, ჩვენო მეგობრებო, ჩვენ ეს გვინდა მოლაპარაკებიდან იქნებ ჩვენი ინტერესები დაიცვათ. საერთოდ ხო არ არის ისე რომ ჩვენი ამ წუთას თავრობის პოლიტიკა ის არის რომ საერთოდ არაფერი არ ითქვას საქართველოზე. ან უარესი კიდე საერთოდ ის ხო არ არის ამათ ინტერესი რომ ჩვენ რუსების სფეროში გადავიდეთ რომ აქ საქართველოში დემოკრატიული პროცესების მოლოდინი არავის არ კონდეს. ჩვენ რა პოზიცია გვაქვს? ქართულ საზოგადოებას რა პოზიცია აქვს ამ თელ ამ პროცესთან დაკავშირებით? რა მოლოდინი აქვს ამ პროცესთან დაკავშირებით? ანუ ჩვენ ხო ამასთან დაკავშირებით არც გვილაპარაკია. საერთოდ არც კი ვართ ამისთვის მზად. პირიქით, ამ პერიოდის განმავლობაში ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ოპოზიციონერი ლიდერები, ჩვენი მოპროტესტეები, რომელიც ქუჩაში არიან, გამოდიოდნენ პრო-ტრამპისტული პლაკატებით. ანუ თუ მართლა ოდნავ ჭკუა გვაქვს თავში. ქართული მედია სივრცე ხო აბსოლუტურად პირიქით არის. მე მესმის რომ ძალიან რთულია ნარატივზე გადასვლა. ბევრი ბულინგი უნდა აიტანო, იმიტომ რომ მანამდე რაღაც სიგიჟეების გჯეროდა. მაგრამ ახლა მართლა თუ მოსყიდული არ ახარ და სანდრო ხშირად ამბობს ხოლმე ამას რომ ყველა არ არის მოსყიდული და მე მჯერა მართლა რომ ყველა არ არის მოსყიდული. არ შეუძლებელია ახლა ბოლოს და ბოლოს ვერხუშკა შეიძლება ყველა მოსყიდულია, მაგრამ ყველა ქვედა თანამშრომელი მოსყიდული არც უნდა იყოს. იმიტომ რომ მაშინ გულწრფელი არ იქნება ეს. ანუ ყველა შენმა პარტიის ჩინოვნიკმა თუ იცის და მედიის ყველა ჟურნალისტმა თუ იცის რომ შენ კონცეპტთან ხარ გარიგებული მაშინ არ გამოვა გულწრფელი ჩხუბი. ამიტომ აუცილებელია ამ თამაშში, ზოგადად მოსყიდულების თამაში, აუცილებელია გულწრფელი ადამიანების ჩხუბი.